პირველი ესეთი საერთო მარში იყო თეატრალების დიდი რა, მანამდეც ყო ფილა რა თქმა უნდა და გადავკვეთილი ვარ სხვადასხვა მარშებზე თუ აქციებზე თუ საპროტესტო აქტებზე, მაგრამ ეს იყო სადაც ყველანი ერთად ვიყავით და ერთად ვიდექით და მოვდიოდით ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრამდე, მე ეს ტირანოსის უდიდესი ბანერი დავკიდეთ და აი ამ დაკიდების პროცესში მთელი ეს გზა იყო რაღაც აბსოლუტური რიტუალი პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ შეგრძნებითად მე მქონდა გაცდა რომ რაღაც მართლა განსხვავებულში ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ გრძნობდი რომ რაღაც საერთო იდეების და საერთო ხედვების და პროფესიის და საერთო საქმიანობის მქონე ადამიანების გაერთიანება ძალიან შთამბეჭდავი იყო. ალბათ სხვებსაც ჰქონდათ ეს განცდა თავის პროფესიულ მარშებზე, მაგრამ მე არ მქონია, იმიტომ რომ სხვა პროფესიასთან თანკვეთა არ მაქვს და განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო რუსთაველის თეატრზე აი ამ ბანერის გაკვრა, როგორ გაიმეორა ისტორიამ თავისი თავი და როგორი ერთობა იყო ამ ფუსფუსში და ამ პროცესში, რასაც ჩვენ ამის გაკვრას ვწევდით, ვიღაცას კიბე მოქონდა, ვიღაცა ზრებოდა, ვიღაცა იმებს ვახვევდით, ამ გრძელ თოკებს, ვიღაც ფოტოს იღებდა, ვიღაც პერიმეტრს ამოწმებდა და უცებ ამდენი რეჟისორი, ამდენი მსახიობი, ამდენი მუშაკი ხელოვნების და არტისტი, მოკლედ ძალიან ყოფითი, თითქოს ყოფითი საყვარელი სახიფათო საქმიანობით ვიყავით დაკავებული. ისეთი რაღაცით ერთმანეთი არ გვინახავს და რაც იყო იმედის მომცემი ჩემთვის. მარტო ის ერთი იმიჯი და რეჟისორები იმიჯებით ფიქრობთ და ვაზროვნებთ. მარტო ის ერთი იმიჯი იყო სხვა ყველაფერს თავი რა დავანებოთ ჩვენ შეხვედრებს, გაფიცვას, ჩვენს კომუნიკაციებს, ერთმანეთის დანახვას, ერთმანეთის გაძლიერებას. ხო, მარტო ის იმიჯიც იქნებოდა ჩემთვის საკმარისი, როგორც დამოუკიდებელი ახალ ბედა, ახალგაზრდა არტისტისთვის, რომ გავძლიერებულიყავი და იმედი მქონოდა რაღაც. ჯერ ის რომ საერთოდ თეატრი გაერთიანდა, ეგ ძალიან დიდი რაღაც მოხდა. აი ძალიან ისეთ კულტურულ რაღაცას გეუბნები, დიდი რამ მოხდა და ეს ამას იმდენად დიდი ზალა ჰქონდა, რომ ბუნებრივია რა ცენზურის კანონიც ამუშავდა და ბუნებრივია რომ არსებობს, სამწუხაროდ ბუნებრივია არსებობს ეს ტენდენცია დევნის სამეფობრივი თეატრის მიმართ, ახალი თეატრის მიმართ და სხვა დამოუკიდებელი აქტორების მიმართ, ვინც იყო ელექტორალური, როგორც უკვე ვთქვი, ვისაც ჰქონდა ზალა და იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ამ ერთობისთვის ნიადაგი შეემზადებინა. და არ ვიცი, აი ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაულია და ამის შედეგებს კიდე უფრო მეტად მოვიმკით. შეიძლება ხა ძალიან იმედიანად ვლაპარაკობ, მაგრამ ამის რო არ მჯეროდეს, მაშინ რა გამოდის? ვერც ვეღარაფერს ვერ დავდგამ, ვერც ქუჩაში ვეღარ გამოვალ და ვერც წინააღმდეგობაში ვეღარ ვიქნები შესაბამისად.